გამარჯობა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ გასული მარიამობა. ჩვენ ამ ფორმატში დიდი ხანია არ შევხვედრივართ, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, მით უმეტეს რომ თემა მართლა ძალიან ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო და ჭკუის სასწავლებელიც. რამდენიმე ჩემმა მაყურებელმა კომენტარებში მომწერა, რომ გამეკეთებინა ვიდეო ამ წლის აგვისტოში ტიან-შანზე მწვერვალ პობედაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ. უკვე ჩაცხრავ ნებები, უკვე ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი თუ რა მოხდა და როგორ უამრავი დაიწერა. რუსეთის საგამოძიებო სამსახურის უფროსიც კი არის ჩართული ამ საქმეში და მაინც მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ესეც ხელკვალზე მსგავსი ისტორიების განხილვა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ იქნება დარჩენილი კადრს მიღმა ალბათ რაღაცა მე შეცდომითაც ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერჯერობით მე შევკრიბე ყველა ის მასალა, რომელიც დღემდე არის ცნობილი ამ ტრაგედიის შესახებ და არ არის გამორიცხული რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. რაღაც დეტალები ხა ძირითადი მომენტები რა თქმა უნდა იგივე დარჩება. ამ ტრაგედიამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მასზე იწერებოდა პრესაში, მას განიხილავდნენ YouTube-ზე, Instagram-ზე, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში იყო როგორც ჰეიტი, ანუ ძაგება გარკვეული ადამიანების, ასევე პირიქით. არადა ეს ჩვეულებრივი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბავია, ისეთი როგორიც მუდმივად ხდება ყოველ წელს მთაში, სამწუხაროდ. მაგალითად არატეხილა არანაირი აჟიოტაჟი თუნდაც იმ ორი ირანელი ალპინისტის გამო, მირიამის და ხასანის გამო, რომლებიც ჩვენს გმირს, აი ნატალია ნოგვავიცინას, როდესაც იგი მწვერვალზე მიდიოდა, მათ უკვე დაპყრობილი ჰქონდათ მწვერვალი, უკან მოდიოდნენ და გაქრნენ. დღემდე არავინ იცის სად არიან ისინი. ასევე 16 აგვისტოს ამ ადგილიდან ძალიან ახლოს ტიან-შანშივე ჰანტენგრის პიკზე კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი ალექსეი ერმაკოვი დაიკარგა. ამავე დღეებში იალბუზზე ორი ახალგაზრდა დაიღუპა და მათ შესახებ არც არავის არაფერი უთქვამს, არც არანაირი აჟიოტაჟი ამხდარა და მხოლოდ ეს ისტორია გახმოვანდა. თუ რატომ განვითარდა ასე ეს ამბავი, ამას წინამდებარე ვიდეოდან შეიტყვით. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ ტრაგედიაზე გადავალთ და მას განვიხილავთ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც უყურებს ჩემს არხს, წერს კომენტარებს, სვამს მოწონების ნიშანს, ან არ მოწონების ნიშანს, ესეც აქტივობაა. იყო ასეთი კითხვა, რა ამბავია ამდენი რეკლამა, თქვენი თანხმობა არისო, ესა მე ვინ მეკითხება, ბატონებო, მე რეკლამას არავინ მიკვეთავს, სამწუხაროდ, თქვენ თუ შემიკვეთავთ, მადლობელი დაგრჩებით, ეს თვითონ YouTube სვამს რეკლამებს ისეთ ვიდეოებში, რომლებიც მეტნაკლები პოპულარობით სარგებლობს და შემოსავალსაც თვითონ იღებს, ხოლო ავტორებს, იმ ვიდეოების ავტორებს, რომლებშიც თვითონ სვამს რეკლამას, მიზერს აძლევს იმ შემოსავლიდან რაღაც 0 რაღაცა პროცენტს, ასე რომ რა ვქნათ, ასეთი არის YouTube-ის პრინციპი მუშაობის და თუ გნებავთ რომ არ უყუროთ რეკლამებს, თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ Prime YouTube-ის Prime ვერსია, რომელიც არ ჯდება სხვათა შორის ძვირი და სამაგიეროდ თქვენ ძალიან ბევრ პლუსს გაძლევთ და მათ შორის პლუსი არის ის, რომ ეს მომაბეზრებელი, მართლაც მომაბეზრებელი რეკლამები აღარ გამოჩნდება თქვენთან, ასე რომ ან გაუძელით და უყურეთ რეკლამებს, ან გამოიწერეთ. მე რა თქმა უნდა YouTube-ის რეკლამირებას არ ვაკეთებ და ვერც გავაკეთებ. ახლა კი ორი სიტყვით თუ სად მოხდა ამბავი, რომელზეც მე დღეს გიამბობთ. ტიან-შანი, ანუ ცისფერი მთები, ანუ დასაჯერებელი ამბავი. ტიან-შანის ფორმირება დაიწყო დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ, როდესაც ინდოეთის სუბკონტინენტი დაეჯახა ევრაზიის კონტინენტს და შეცურდა მის შიგნით. დაიწყო ოროგენეზი, ანუ მთათა წარმოშობის გლობალური პროცესი. ამ მთათა წარმოშობის პროცესის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ჰიმალაები, ტიბეტი, ყარაყორუმი, პამირი, ჰინდუკუში და
ტიან-შანი. ამავე დროს დაიწყო სხვადასხვა ალპური დანაოჭებაც, ანუ ალპური მთათა წარმოშობის პროცესი, ანუ ალპური ოროგენეზი, რომელშიც ჩვენც მოვყევით და კავკასიონი სწორედ მისი შედეგია, ანუ ალპებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, კარპატებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თითქმის ერთი სისტემაა. და ამ დანაოჭების შედეგად ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი კომპლექსი მთათა მთებისა გახლავთ ტიან-შანი, ანუ იგივე ციური მთები ან ცისფერი მთები. ტიან-შანი დღემდე ცოცხალია, იგი სუნთქავს ისევე როგორც მთელი ეს სისტემა კავკასიის ალპების და რა თქმა უნდა ჰიმალაების და ტიბეტის და დანარჩენი ყარაყორუმის და პამირების ჩათვლით და ეს გამოიხატება ხშირ მიწისძვრებში, ეს გამოიხატება მათ აწევაში, ეს აწევა კიდევ გრძელდება, ეს გამოიხატება ხშირ მეწყერებში, წყალდიდობებში, რა ვიცი, უამრავ ბუნებრივ გამოვლინებებში, მაგრამ რას ვიზამთ? თუ ჩვენ ავირჩიეთ მთაში ცხოვრება, უნდა მივეჩვიოთ იმასაც, რომ მთა იდეალური სილამაზე აქვს მართლაც მთას, მაგრამ ძალიან პრეტენზიულია და ზოგჯერ ეს პრეტენზიები ფატალურ შედეგებსაც კი იწვევს. ციური მთები 2800 კილომეტრზეა გადაჭიმული, ეს გიგანტური სისტემაა მართლაც. მისი მყინვარების საერთო ფართობი გახლავთ 15000 კვადრატული კილომეტრი და ეს მყინვარები კვებავენ მდინარეებს, აი მთავარ მდინარეებს, რომლებიც ასაზრდოებენ და სიცოცხლეს აძლევენ ისეთ ქვეყნებს, როგორც არის ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თქვენ წარმოიდგინეთ ჩინეთი. ცენტრალური ტიან-შანი ყველაზე მაღალი ნაწილია ამ მთათა სისტემის და მასზე არის ორი ყველაზე მაღალი მწვერვალი, ეს გახლავთ ჰანტენგრი და პობედა. პობედა დაერქვა მას 1946 წელს, აი დალაშქრეს იგი პირველად და ახალი დამთავრებული იყო ომი და რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირში ახლა სხვას რას დაარქმევდნენ, დაარქვეს პობედა, ანუ გამარჯვება. მოგეხსენებათ საკუთარი სახელები ზოგადად არ ითარგმნება ხოლმე, ამიტომ მე ასე დავარქმევ და ასე გავაგრძელებ მის მოხსენიებას. თვლიდნენ, რომ პობედა იგივე ჟენის შინი, ასე ეძახიან მას ყაზახები, იგივე თომური, ანუ რკინის მთა, ასე ეძახიან მას ჩინელები. თავიდან თვლიდნენ, რომ იგი ჰანტენგრის გაგრძელება იყო. და მხოლოდ 1946 წელს, როდესაც იგი დალაშქრეს და მასზე აზომბები გააკეთეს, მაშინ დადგინდა, რომ ის არ არის ჰანტენგრის გაგრძელება, არამედ არის დამოუკიდებელი ჩამოყალიბებული მწვერვალი. სხვადასხვა მისი სიმაღლე არის 7439 მეტრი და მის გაყოლებაზე იქვე არის 6920 მეტრის მწვერვალი, რომელსაც ქვია ვაჟა-ფშაველას სახელი. თუ რატომ ქვია მას ვაჟა-ფშაველას სახელი, თქვენ ამ ვიდეოდან გაიგებთ და აუცილებლად ნახეთ, თუ არ გაქვთ იგი ნანახი, ძალიან საინტერესო ვიდეოა და ძალიან იქაც ტრაგიკული, ამჯერად უკვე ქართველებს რომ ეხებათ ისეთი ტრაგიკული ამბავი არის მასში განხილული. ვაჟას მწვერვალი, როგორც გითხარით, თითქმის 7000 მეტრის სიმაღლის არის და იგი ჰანტენგრისთან და პობედასთან ერთად ითვლება ყველაზე ძნელად ასასვლელ მწვერვალებად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამას ისიც განაპირობებს, რომ ეს მწვერვალები ყველაზე ჩრდილოეთით არის განლაგებული აი 7000-იანებს შორის, ანუ 8000-იანებს მით უმეტეს 8000-იანებს შორის. და ეს ყოველთვის იწვევს დამატებით პრობლემებს. ასევე მწვერვალზე და მის მისადგომებში მუდმივად უბერავს ძალიან ძლიერი ქარი, რომელიც ძალიან ხშირად გადადის ხოლმე გრიგალში. ამას პობედას და ზოგადად ტიან-შანის გეოგრაფია განაპირობებს. ტიან-შანი მკვეთრად კონტინენტურ ზონაშია განლაგებული, ესე იგი მის ირგვლივ სადღაც იქ ახლო-მახლო სხვა არ არის. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ყაზახეთის სტეპები და ასევე დასავლეთიდან ფერგანას ველი, ეს ცნობილი ველია და სამხრეთიდან ტაკლამაკანის უდაბნო. ტაკლამაკანის უდაბნო გახლავთ ალბათ სამეულში შედის ყველაზე მძიმე ადგილებისა დედამიწაზე, ალბათ რომ სადაც სიცოცხლე ფაქტიურად შეუძლებელია. ტაკლამაკანის უდაბნოში იმდენად კონტინენტური ჰავაა, რომ თუ დღისით იქ ტემპერატურა +50-ზე ადის,
ღამით შეიძლება -10-ზე დაეცეს, წარმოგიდგენთ -10-ზე, 20-ზე დაცემულა. წარმოგიდგენიათ, ეს 70 გრადუსიანი რყევა, თითქმის მარსია რა, აღარაფერი აკლია მარსამდე. ანუ ეს არის ძალიან კაცრი უდაბნო, რომელშიც რა თქმა უნდა სიცხლე არ არის. და იგი არის თითქოს ესე მიბჯენილი ტიან-ჟანის ქედზე. ეს ტემპერატურული ცვლილებები, რომლებიც ამ თასთან ძალიან ახლოს ხდება, რა თქმა უნდა ზემოქმედებას ახდენს კლიმატზეც. და ამიტომაც აი ეს ამხელა რყევების გამო ამ მონაკვეთში, სწორედ სადაც პოპებდა, ჰანტენგრი და ვაჟა-ფშაველა, თითქმის მუდმივად არის ძლიერი ქარები, რომლებიც შემდეგ ქარბუქში გადადიან, გრიგალში გადადიან და ასე შემდეგ. პობედა არის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მწვერვალი. მასზე იღუპება ყოველი მე-7 ალპინისტი. ასეთი სტატისტიკა მხოლოდ რამდენიმე 8000-იან მწვერვალს აქვს. 30-იან წლებში ტიან-ჟანის უმაღლეს მწვერვალად ითვლებოდა ჰანტენგრი. მის დასაპყრობად შორის 1938 წელს გავიდა ჯგუფი ლეონიდ გუტმანის ხელმძღვანელობით და 30 გრადუსიან ყინვაში და უძლიერეს გრიგალის პირობებში მათ დალაშქრეს მწვერვალი 7010 მეტრის არის იგი და მას დაარქვეს ლენინური კომკავშირის 20 წლისთავის სახელობის მწვერვალი. მოგეხსენებათ ლენინური კომკავშირი და სად ულამაზესი სახელი ჰანტენგრი, რა თქმა უნდა, ამ გრძელ და უშნო და სრულიად შეუსაბამო რეგუნულ სახელს არავინ ეძახდა ამ მწვერვალს და იგი ჰანტენგრით იყო ცნობილი ადრეც და მუდმივად ასე იქნება. 40-იან წლების დასაწყისში დადგინდა, რომ ჰანტენგრიდან 100 კილომეტრის მოშორებით მასზე გაცილებით მაღალი და რთული რაღაცა მთა არის, რომელსაც ჩინელები თომურს როგორც ითხარით, ანუ რკინის მთას ეძახიან და სწორედ ეს თომური გახლავთ პობედა. სხვადასხვა წელს პობედაზე ქართველ ალპინისტთა ჯგუფის დაღუპვიდან 65 წელი გავიდა. ჯუმბერ მეძმარიაშვილი და თეიმურაზ კუხიანიძის ცხედრები მშობლიურ მიწას მიაბარეს, ხოლო ილიკო გაბლიანის ცხედარი პობედას მწვერვალის მისადგომებთან 7000 მეტრის სიმაღლეზე განისვენებს დღემდე. ამ ტრაგედიის შესახებ ვრცელი ვიდეო მიდევს არხზე და აუცილებლად ნახეთ იგი. როგორც გითხარით, მე არ მიყვარს ცხელკვალზე მსგავსი ისტორიების განხილვა, მაგრამ რა ვქნათ, თქვენგანაც არის მოთხოვნა და ზოგადადაც საინტერესო თემაა, საინტერესო და საჭიროებო და ჭუის სასწავლებელი, როგორც თქვი. მე ვეცდები ქრონოლოგიურად მოვყვეთ თუ რა მოხდა აი ამ 2 კვირის წინ პობედაზე. 4 ალპინისტისგან შემდგარი ჯგუფი პობედას დასალაშქრად 12 აგვისტოს გადის. ჯგუფი საკმაოდ სპონტანურად არის შექმნილი, თითქმის აი ადგილზე რო რაღაცა მოილაპარაკებენ, რომ მოდი ერთად ავიდეთ და ახლობით ასე. იგი არის ინტერნაციონალური, მასში 2 რუსია, ეს გახლავთ ნატალია ნოგოვიცინა და რომან მოკრინსკი. ასევე არის გერმანელი გიუნტერ ზიგმუნდი და იტალიელი ლუკა სინეგილია. ვინ არის ჩვენი თხრობის მთავარი გმირი ნატალია ნიგოვიცინა. ეს ნოგოვიცინა გახლავთ 44 წლის ქალბატონი, იგი მუშაობს რუსეთის საარჩევნო კომისიაში, მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იგი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც იყო პუტინის ბოლო არჩევნებზე. როგორც ჩანს, მას კარგი ანაზღაურება ჰქონდა, იმიტომ რომ ალპინიზმი საკმაოდ და მით უმეტეს ესეთი სოლო ალპინიზმი საკმაოდ დიდრული სპორტია, იმიტომ რომ გარდა აღჭურვილობისა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, ასევე თქვენ გჭირდებათ იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც აპირებთ მთაზე ასვლას, იმ საბაზო ბანაკში თქვენივე საკვებით და სასმელით და აღჭურვილობით ცხოვრებას ზოგჯერ კვირეების განმავლობაში, ტრანსპორტი, დაზღვევა, ბილეთები, რა ვიცი, მილიონი რაღაცა არის, ხო, ძვირიანი გართობაა. მჭყალებში გართობა, რა თქმა უნდა. და როგორც ჩანს, ამ საარჩევნო კომისიაში კარგი ანაზღაურება ჰქონდა ქალბატონ ნოგოვიცინას და იგი არ არის სხვათა შორის
ახალ ბედა ალპინიზმში 2021 წელს ძალიან გახმაურდა, ასევე გახმაურებულ ისტორიაში მიიღო მან მონაწილეობა, უბრალოდ თავს გადახდა. იგი მეუღლესთან ერთად წავიდა ჰანტენგრის დასალაშქრად. ეს ზომით სიმაღლით მეორე მწვერვალი, როგორც გითხარით. 6800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან სერგეი, მისი მეუღლე, უეცრად ცუდად გახდა, მან დაკარგა მოძრაობის უნარი, მან დაიწყო უაზროდ ლაპარაკი და როდესაც ნოგოვიცინა დაუკავშირდა საბაზისო ბანაკს, იგივე ბაზას და გადასცა მას ესეთი ამბავიო, ასე ჭირსო, ბაზა მიხვდა რომ ბაზის ექიმი მიხვდა რომ საკმაოდ მძიმე სიტუაცია, ანუ ინსულტი დაემართა ზღვის დონიდან 6800 მეტრზე ადამიანს. ნუ წარმოგიდგენიათ ახლა ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს უჭირს ამ სიმაღლეზე ყოფნა და ინსულტიანი კაცი, რომელსაც ავადმყოფოშიც კი მძიმე და ავადმყოფად თვლიან, იმყოფება აი ამ სიტუაციაში. და სხვათა შორის ბაზასთან ნატალიას საუბარი ჩაწერილია, მე შემოგთავაზებთ მას, ამაში არაფერი კრიმინალური არ არის, იმიტომ რომ ეს საუბარი თითქმის იმ დღიდან თელს სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მაგრამ საინტერესო იქნება ეს როგორ ხდება მოლაპარაკება ასეთ სიტუაციაში და რა ხდება ხოლმე. ბაზა სად იმყოფებით ზუსტად? თაღის ქვეშ 6800 მეტრზე. როგორია მისი მდგომარეობა ახლა? ჯდომა არ შეუძლია, გვერდით ვარდება, საუბარი არეული აქვს. ნატაშა უნდა დაეშვათ. თქვენ მას ვერაფრით დაეხმარებით. როგორ გაიგეთ ჩემი მიღება? მე ყველაფერი მესმის, მაგრამ მე მას მარტო არ დავტოვებ. ნატაშა სამხრეთს უპასუხეთ. დიახ, მიღება. თქვენ უნდა დაეშვათ ნატაშა, ამინდი ფუჭდება, მალე დაღამდება. მე ქმარს არ დავტოვებ. ის აბსოლუტურად უსუსურია. მე მას წყალს ვასმევ. ნატაშა, ამოთხარეთ ორმო. არაფერი გამომდის. თოვლია ცოტა რაოდენობით. ბაზა მიპასუხეთ. გისმენთ? მეუღლე ძალიან ცუდადაა, აბოდებს, ვერ ინძრევ. ნატაშა, გამაგრდით, ბიჭები მოდიან როგორც შეუძლიათ. მანქანები ხომ არ არიან, ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მოკლედ ნატალია არ ტოვებს მეუღლეს და იგი ემზადება ეგრეთ წოდებული ცივი ღამის თევისთვის. ცივი ღამის თევა გახლავთ, როდესაც ადამიანს არ აქვს თან ის მოწყობილობა, თქვა კარავი, კარგის საძილე და ასე შემდეგ და უწევს ღამის გათენება მწვერვალზე. ეს ძალიან ხშირად ფატალურად მთავრდება ხოლმე და ალპინიზმში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სიტუაციად ითვლება. 9 აგვისტოს მაშველები მიდიან ნატალიამდე და ბაზასთან გადიან კავშირზე. მიღებაზე ვართ. ვიპოვეთ დაზარალებულები, ცოცხლები არიან. ნატაშას შეუძლია სიარული, მამაკაც არა. სერგეის, როგორც არის მიღებული, თოკებს ჩააბავენ და დაშვებას იწყებენ, მაგრამ გაივლიან 100 მეტრს და სერგეი კვდება. რა თქმა უნდა, მას იქ ტოვებენ. მეორე წელს ნატაშა მეუღლის დაღუპვის ადგილას ადის და იქ გარდაცვალების ადგილას მემორიალურ დაფას ამაგრებს. ახლა დავბრუნდეთ წლევანდელ აგვისტოში. 12 აგვისტო. ჯგუფი საბაზისო ბანაკიდან გადის. მე აქ ესეთი სქემა გავაკეთე და მედია კარგად გამოჩნდება. საბაზისო ბანაკი გახლავთ 4000 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის სამხრეთი ნილჩიკი, ასე ქვია ამ ადგილს და აქ არის ექიმი, მაშველები, საკვები, ყველაფერი რაც კი საჭირო არის მწვერვალზე გასასვლელად. აქედან გადიან ისინი, აი ამ გზას გაივლიან, აქ გახლავთ პლატო, აქვე არის ეგრეთ წოდებული პერევალ ძიკი, ანუ ველური უღელტეხილი, რომელიც ქვათაცვენით ხასიათდება და ამიტომ ეძახიან მას ასე. შემდეგ გადიან 6100 მეტრზე არის მესამე ბანაკი, მეოთხე ბანაკი 4000, აქ გახლავთ მღვიმე. აი ვაჟა-ფშაველას მწვერვალი.
ვაჟა-ფშაველას მწვერვალი 6918 მეტრის სიმაღლის და მის ქვემოთ 6700 მეტრის სიმაღლეზე გახლავთ ბუნებრივი მღვიმე, რომელშიც ალპინისტები ძალიან ხშირად აფარებენ ხოლმე თავს, ის ალპინისტები, რომლებიც მწვერვალზე მიდიან ხოლმე. ლუკა და გიუნტერი წინაურდებიან, გიუნტერი ფიზიკურად ძლიერია, ყველაზე ძლიერი არის ჯგუფში, იგი ლუკასთან ერთად არის ბმაში. ისინი დაწინაურდებიან და სადღაც აი ამ ადგილას 7000 მეტრის სიმაღლეზე გახლავთ ესეთ კუზიანი ნაწილი, რომელსაც ვერბლუც ეძახიან, ანუ აკლემს ეძახიან, ეს არის თოვლის კარნიზია ეგრეთ წოდებული, რომლის და გადალახვასაც ლუკა ვერ ახერხებს. იგი ამბობს, რომ მე წავედი უკანო და ბრუნდება ღვიმემდე. გიუნტერი აგრძელებს გზას, აი ეგერ არის მწვერვალი და მას ფეხდაფეხ მიყვებიან რომანი და ნატალია. აქ გახლავთ ეგრეთ წოდებული ობელისკი, რომელიც წარმოადგენს გიგანტურ ქვას, ესეთი მოწყვეტილი კლდის უზარმაზარი ნაწილი არის, რომელიც ძალიან კარგად არის განლაგებული აი ამ ადგილას. იგი თითქოს ფარავს, ესეთ მოედანზე დევს. ეს მოედანი ცალკე დაცული არის ქარებისგან და პლუს ეს უზარმაზარი ობელისკი თავზე ადგას და ძალიან კარგი ორიენტირია. აი ამ ობელისკის ქვემოთ რომანი უკვე კარგამაგრად დაღლილი, ნატალიას ეუბნება, რომ იქნებ გავჩერდეთ და დავისვენოთ და მე გავაგრძელოთ გზა და ასეც ხდება ხოლმე ზოგადად, როდესაც პობედაზე ადიან, მაგრამ ნატალია ამბობს, რომ არა, მე კარგ ფორმაში ვარ, ეხლა რომ გავჩერდეო ეს სუნთქვა დამეკარგებაო და მოდი გავაგრძელოთ გზაო და მიდიან და გზაში ისინი ხვდებიან ირანელ ალპინისტებს. ეს ალბათ ბოლო ადამიანები არიან, ვისაც ეს ხალხი შეხვდა. ამის შემდეგ ისინი ქრებიან. 13 საათისთვის ორივე ადის მწვერვალზე, ამის შესახებ გადასცემენ ისინი რაციით ბაზას. მეორე დილად ენდება, ეს არის 13 აგვისტო და რომანი ბაზას უკავშირდება და ატყობინებს, რომ ის და ნატალია დაშვების მომენტში არმისული ობელისკთან ორჯერ მოწყდნენ. უпроსორად რომანმა მერე თქვა, რომ მე მოვწყდიო ორჯერ. საქმე იმაშია, რომ აი ამ მონაკვეთს და ზოგადად მთელ აი ამ ქედს ეძახიან დანის პირს. რატომ? იმიტომ რომ იგი დანასავით ბასრია. აი ესეთი წარმოიდგინეთ, აი ესეთი ქიმია. და აი ამ ქიმზე გიწევს სიარული, ისე რომ ორი ადამიანიც კი ვერ გადის ამ ქიმზე ერთად. ანუ მარტომ უნდა იარო და თან წარმოიდგინეთ, საკმარისია მარჯვნივ მარცხნივ ფეხი გადაგიცდეთ, რომ მრავალ კილომეტრიან უბსკრულში ვარდებთ. საოცარი სიკვდილის მწვერვალია ისე ვიმეორებ, საოცარი. და პარალელურად ამისა ყველაფრისა აქ მუდმივად უბერავს ძლიერი ქარი, ხო? კარგია რა. შვენიერი პირობებია. მოკლედ, ორჯერ არის მოწყვეტილი რომანი და მეორე მოწყვეტის მომენტშიო ნატალიამ დამიჭირა, მაგრამ მაინცო გავცურდითო ჩვენო და რაღაცა ქიმს საბედნიეროდ თოკი გამოედო და ორივე დააკავა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნატალიას ფეხი აქვს მოტეხილი. მოტეხილი აქვს იმ ადგილას, სადაც ჰანტენგრიზე მოიტეხა. რომანი ჩამოაცურებს, ნელ-ნელა ჩამოაცურებს ნატალიას ობელისკამდე, ობელისკის ქვეშ გაუშლის მას თავის აძილესაც დაუტოვებს, ჩაატყუნებს კარგად, ლახტს დაადებს, დაეშვება 6700 მეტრზე მღვიმემდე და ამ მღვიმეში შეატყობინებს უკვე იქ გიუნტერსა და ლუკას, რომ აი ასეთი ამბავია. ლუკა იმავე წამს გიუნტერს ეუბნება, რომ წავედით, ეს გოგო უნდა გადავარჩინოთ და გიუნტერიც თანხმდება, რომანი იწყებს შემდეგ დაშვებას, ხოლო გიუნტერი და ლუკა მიდიან, როგორც გითხარით, ობელისკისკენ. მათ მიაქვთ თან კარავი, მიაქვთ საკვები, მიაქვთ რაც აქვთ დარჩენილი, მიაქვთ გაზის ბალონები, ქურა, წყალი, ანუ ყველაფერი ის, რაც საჭირო არის ამ შემთხვევაში, რომ რაღაცნაირად ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნოს აი ამ სიმაღლეზე ამ დროს. და ასევე რა თქმა უნდა ტკივილგამაყუჩებლები. ისინი მიდიან ნატალიამდე, ნატალიას კარგად შეფუთავენ, გაშლიან ამ კარავს, ისე გაშლიან, რომ ეს ქვებსაც შემოუწყობენ, რომ იქაურმა გრიგალმა არ წაიღოს ამ ჩაყმევებულ ადგილას, ეგრეთ წოდებულ მულდაში აკეთებენ ამას ყველაფერს.
დაუტოვებენ თელს ამ სანოვაგეს და იწყებენ უკან დაშვებას და ეუბნებიან რა თქმა უნდა ნატალიას რომ იმედი არ ქონდეს 5 დღე უნდა რამენაერად გაძლო ისიც თუ კარგი ამინდები იქნა რომ მაშველებმა შენამდე ამოაღწიონო და სხვა შორის ამბობენ თვითონვე გიუნტერმა თქვა რომ ცრემლიც არ წამოსვლიაო ამ ქალს თვალებიდან ანუ თითქოს კი იცოდა უკვე რომ მასთან ვერავინ მივიდოდა ამ დღეების განმავლობაში მაგრამ აი ვერაფერი შევატყვეთო რომ რაღაცნაირად შეშინებული იყო 16 საათზე ლუკა და გიუნტერი იწყებენ უკან წამოსვლას ანუ მღვიმისკენ მაგრამ არ გაივლიან სადღაც 500-600 მეტრს რომ უძლიერესი გრიგალი ამოვარდება და თავშესაფარი ერთადერთი ამ დანის პირზე არის ისევ აი ობელისკთან დაბრუნება ისინი დაბრუნდებიან ობელისკთან სამივე გაათენებს ღამეს ნატალიასთან ერთად ამ კარავში და მეორე დღეს დილით უკვე შედარებით ნორმალური ამინდია და ისინი იწყებენ დაშვებას 15 აგვისტოა დილა თენდება თითქოს ამინც არაუშავს ნისლი არის მაგრამ ქარი არც ისე ძლიერია ამიტომ გიუნტერი და ლუკა ტოვებენ ნატალიას და იწყებენ დანის პირით სვლას კვლავ თავიანთი მღვიმისკენ და მღვიმემდე არ მისულები ამოვარდება საშინელი ქარი წამოიღებს თოვლს ქარბუქს ისეც რომ ხელის გაწნომაზე არაფერი ჩანს და შედიან ისინი შეასწრებენ მღვიმეში და უკავშირდებიან ბაზას და ბაზა მათ ეუბნება რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყეთ დაშვება იმიტომ რომ რამდენიმე დღე იქნება კატასტროფა ამინდი და სანამ ძალები გაქვთ სანამ არ დაგიკარგავთ ბოლომდე მით უმეტეს უკვე აღარც საჭმელი გაქვთ აღარც გაზი გაქვთ ყველაფერი ნატალიას დაუტოვეთ დაიწყეთ დაშვება ლუკა ამბობს რომ არა მე კიდევ ერთხელ უნდა ავიდეო ნატალიასთან და ამ დროს მას ეწყება ბოდვები მას ეწყება კოორდინაციის დაკარგვა მას ეწყება კრუნჩხვები და გიუნტერი როგორც ძალიან გამოცდილი ალპინისტი ხვდება რომ ლუკას ყველაზე ცუდი რამე ემართება რაც კი შეიძლება მთაში დაგემართოს და რასაც მთა იწვევს ეს არის ტვინის შეშუპება ერთადერთი საშუალება და ძალიან ქმედითი საშუალება ტვინის შეშუპების საწინააღმდეგოდ გახლავთ დექსამეტაზონი მოიძიებს გიუნტერი დექსამეტაზონს აღმოაჩენს 20 თავის პატარა ზურჩანთაში დიდი ზურჩანთა იქავს დატოვებული აღმოაჩენს 20 ამპულას მაგრამ ვერ პოულობს შპრიცებს შპრიცები ნატალიასთან არის ნატალიასთან დატოვებულ ზურჩანთაში და ლუკა ტვინის შეშუპებით იღუპება 6700 მეტრის სიმაღლეზე 16 აგვისტოს რა საოცარიც არ უნდა იყოს ამინდი გამოდის და საბაზო ბანაკიდან ვერტფრენი ფრინდება ეს გახლავთ Mi-2 უკაცრავად Mi-8 სატვირთო ვერტფრენია რომელშიც ხედან მაშველები 6 მაშველი 3 პილოტი და აფრინდება თუ არა ეს ვერტფრენი მას რაღაც დაემართება მოკლედ ტურბულენციაში მოყვება როგორც თვითონ ამბობენ თუ რაღაცა უმტყუნებს მექანიკა ვერ გეტყვით ყოველ შემთხვევაში სადღაც აი ამ ადგილას ანუ საბაზო ბანაკიდან ვაფრინდა ვერტფრენი სადღაც 4400 მეტრზე აი ესეთი ყინულოვანი პლატოა და აი ვარდება იმდენად ძიმედ რომ მაშინ მყოფი ადამიანები ტრავმებს იღებენ და ტრავმებს იღებენ განსაკუთრებით ძლიერ ტრავმებს იღებენ მაშველები ახლა უკვე სხვა ვერტფრენი მიფრინავს მათ გამოსაყვანად ნუ მთელი ეპოპეა უღელტეხილ ძიკისთან რჩება როგორც გითხარით აი ეს უღელტეხილი სადღაც აი ამ ადგილას არის ანუ 6000 მეტრზე ზღვის დონიდან თითქოს აღარ არის უკვე ესეთი სიმაღლე მაგრამ იმ ქარის და იმ უბედურების პირობებში რა თქმა უნდა და უჭმელი და უსმელი გიუნტერი რა თქმა უნდა დასუსტებულია და იგი აქ ელოდება მაშველებს ხო მე დამავიწყდა მეთქვა რომ ამ ექსპედიციას მხოლოდ ერთი რაცია აქვს ეს სრულიად გაუგებარი რამ არის ისიც გიუნტერის არის ისიც მან გერმანიიდან წამოიღო და ამით უკავშირდებოდა მუდმივად
ბაზას, მანვე გაატანა რომანს, მაშინ, როდესაც იგი მწვერვალზე მიდიოდა ეს რაცია. ანუ 4 ადამიანზე ერთი რაცია. და ამ რაციის საშუალებით შეატყობინებს იგი ბაზას, რომ იგი აი ველურ უღელტეხილზე არის გაჩხერილი და იქნებ ვინმე მოვიდეს და გადაარჩინოს. მაგრამ ვერტფრენი გიუნტერამდე რა თქმა უნდა ვერ აღწევს და მასთან მაშველები მიდიან, ჩაიკიდებენ თოკებით და ასე მოყავთ მიუხედავად იმისა, რომ გიუნტერს გადახდილი აქვს ძალიან დიდი ფული დაზღვევაში და ამ დაზღვევაში ვერტფრენით მომსახურებაც შედის თუ რაღაც გამოვალი სიტუაცია შეიქმნა. სამწუხაროდ როგორც თქვი, ყირგიზეთს ასეთი მომსახურება არ აქვს, მაგრამ საერთოდ ფულს კი დიდი სიამოვნებით იღებენ ალპინისტებისგან. გიუნტერი ჩადის ბაზამდე და შემდეგ იგი ბიშკეკში გადაყავთ საავადმყოფოში, იგი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და ახლაც აგრძელებს იგი მკურნალობას უკვე გერმანიაში. 17 აგვისტო ამინდი უკიდურესად გაფუჭებულია, ასე გრძელდება 18 აგვისტომდე და 19 აგვისტოს ქარი უცებ ჩადგება და გამოიდარებს. სპეციალური დრონით საშუალებით ნატალიას ფიქსაციას ახდენენ. დრონი უახლოვდება ნატალიას კარავს და კარგად ჩანს თუ როგორ უქნებს იგი ხელს კარვიდან დრონს. კადრებზე ასევე კარგად ჩანს, რომ კარავი არის ნორმალურ მდგომარეობაში, მის ქვემოთ გაშლილი არის დამათბუნებელი ესეთი საბანი და ნატალია მეხუთე დღეა უკვე მართალია იქ არის, მაგრამ აი როგორც ჩანს გიუნტერის და ლუკას მიერ დატოვებული საკვებით და გაზით და წყლით და ამ თბილი ნივთებით იგი ჯერ კიდევ ინარჩუნებს არა მხოლოდ სიცოცხლეს, არამედ ადეკვატურობასაც, რაც ძალიან რთულია ასეთ პირობებში. ამიტომ 19 აგვისტოს მისკენ გადის 4 კაციანი სამაშველო ჯგუფი და მათ შორის არის ერთ-ერთი მაშველი ვიტალი აკიმოვი, რომელიც ვერტფრენში იყო და რომელსაც საკმაოდ ძიმე ტრავმა მიიღო ხერხემლის. რამდენად გამართლებული იყო ახლა მსგავსი რამის გაკეთება მე არ ვიცი, იმიტომ რომ მომავალში გამოჩნდება რომ ეს შეცდომა იყო. 20 აგვისტოს ეს სამაშველო ჯგუფი მოყვება ძლიერ გრიგალში, როგორც ყოველთვის. აქ უმტყუნებს ჯანმრთელობა ვიტალი აკიმოვს და იქეთ ხდება გადასარჩენი და რა თქმა უნდა ჯგუფი უკან ბრუნდება. 21 აგვისტოს კვლავ გამოდის ამინდი, კვლავ ააფრენენ დრონს და ახლა მე მაინტერესებს უბრალოდ იმ ადამიანების კომენტარი, რომლებსაც დრონებთან ქონია ურთიერთობა, მე მაქვს, მაგრამ ძალიან აერთის დონეზე. რატომ აკეთებს ასეთ მეხსეულ მოძრაობებს ეს დრონი, რომელიც მისული არის ფაქტიურად ბანაკის ადგილზე, კი მართალია ჩანს, რომ ბანაკი უკვე გავერანებულია, გაპარტახებულია, კარავი დაფლეთილია, მაგრამ რატომ არ მივიდა ან პირველ ჯერზე, ან მეორე ჯერზე ახლოს დრონი? ეს ქარის ბრალია, თქვათ, ქარი მიანარცხებდა კლდეს თუ რაღაც მომენტში რაღაც ფიქსირება მაინც ხომ შეეძლო, რომ ცოტა ხანი მაინც გაჩერებულიყო, რომ დაგვენახა რა ხდება მულდაში, ანუ ობელისკის ქვემოთ. სავარაუდოდ მე და სხვაებიც ასევე ფიქრობენ, თვითონ ამ მულდიდან ნატალია გადავარდნილია, როგორც ჩანს, იგი ქარმა გადააგდო, ან რაღაც მომენტში შეიძლება თვითონაც გადავარდა. 25 აგვისტოს ვარაუდობენ, რომ იქნება ძალიან კარგი ამინდი და ამიტომ იტალიიდან 24 აგვისტოს ჩამოდიან სუპერპროფესიონალები თავიანთი ევროკოპტერი გახლავთ ვერტფრენი, რომელსაც შეუძლია მთაში ფრენა 7000 მეტრზე ზემოთაც კი, თუ ქარი არ არის იმდენად ძლიერი და მათი მიზანია რა თქმა უნდა ნატალიას გადარჩენა, თუ იგი კიდევ ცოცხალია და დაღუპული მეგობრის ცხედრის წამოღება და პარალელურად აი მირიამის და ხასანის გვამების ნახვა თუ კი სადმე შეიძლება. 25 აგვისტოს ყველაფერი მზადაა, რომ სამაშველო ოპერაცია დაიწყოს, არის მშვენიერი ამინდი, მზე ანათებს, სრული შტილია, ანუ ქარი არ იძვრის და კოკავენ თუ არა ვერტფრენს ზემოთ იწყება კოშმარი. მოდის უძლიერესი ნისლი, ქარბუქი და უკვე საბაზისო ბანაკსაც კი ფარავს ეს და ახლა წარმოიდგინეთ 4000 მეტრზე ასეთი ამბავია და 7200 მეტრზე რა მოხდებოდა. ამიტომ იტალიელები რა თქმა უნდა
აღარ მიფრინავენ, ისინი კიდევ 2 დღე ელოდებიან ამინს, ამინდი უფრო და უფრო ფუჭდება, ამიტომ ისინი დაშლიან თავიანთ ვერტფრენს დადებენ აი სატვირთო მანქანაზე და ტოვებენ ბაზას. ბაზა თვითონაც იკეტება, იმიტომ რომ სეზონი დამთავრდა და საძიებო სამუშაოები, რა თქმა უნდა, ოფიციალურად უკვე შეწყდა. ნატალიას ყავს შვილი მიხეილი 27 წლის ვაჟი, რომელიც არის სვენებს და ამბობს, რომ მოკლედ ჩემი ცოცხალია და ეს ყირგიზები არაფრის გამკეთებლები არ არიან და ჩართავს ამ ამბავში ბასტრიკინი არის ასეთი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, მას თხოვს და იგის თხოვს უკვე ყირგიზეთის მთავრობას, ყირგიზეთის მთავრობა ეტყვის, რომ არ არის უკვე შანსი, აგი 29 აგვისტოა და ვერანაირად ვერ გადავარჩენთ ამ ადამიანს, რომელიც უბრალოდ მკვდარია, სარანაირად უნდა გადაარჩინო და ისწორედ გუშინ კიდევ ერთხელ რომ დაემშვიდებიათ რუსები, ყირგიზებმა ააფრინეს 2 სამხედრო ვერტფრენი და უკვე აქედან ინფრაწითელი სხივების მეშვეობით გადაიღეს ის ადგილი, სადაც კარავი იდგა და აქ არანაირი ინფრაწითელი გამოსხივება, ანუ სითბური გამოსხივება იქიდან არ მოდიოდა, ესე იგი იქ ცოცხალი არავინ იყო. ნატალიას დაამდაწერა კიდევ ძალიან ვრცელი წერილი ალპინისა საერთაშორისო ჩატში, სადაც ამტკიცებდა, რომ ასევე ამტკიცებდა, რომ ყირგიზეთის მთავრობა არაფერს აკეთებს მისი დის გადასარჩენად, რომ ამ დროს ქვეყნის მაშველები რაღაცა სხვა საქმეებით არიან დაკავებულები და აღმოჩნდა, რომ არანაირი სხვა საქმით არ არიან დაკავებულები, მათ ამ დღეებში მხოლოდ 64 ადამიანი გადაარჩინეს ტიან-შანის მთებში. ჰანტენგრიზეც და სხვა მწვერვალებზეც, შედარებით დაბალ მწვერვალებს, იმდენად ცუდი ამინდები იყო და აი 64 ადამიანი 14 ქვეყნის 64 ადამიანი, ასე რომ საკმაოდ დაძაბული სამუშაო დღეები ჰქონდათ ყირგიზ მაშველებს და მათ ესე უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან კარგად გაართვეს ამ ყველაფერს თავი. რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება კითხვები, რატომ არ იყენებენ ვერტფრენებს ასეთ სიტუაციაში. მოგახსენებთ, რომ მე მაქვს ამის შესახებ ვიდეო გაკეთებული, სადაც ყვები თუ რატომ არ ჩამოაქვთ 7000 მეტრის ზემოთ გარდაცვლილი ალპინისტების ცხედრები ქვემოთ, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში და სწორედ იქ მაქვს მის ნახსენები, აქაც გავიმეორებ, რომ ვერტფრენი მოგეხსენება თვითმფრინავისგან განსხვავებით იგი ეყრდნობა იმ ჰაერს, რომელსაც წარმოქმნის, რაც უფრო ზემოთ ადიხართ, უფრო გაუხშოვებულია ჰაერი, წნევა ნაკლებია, დასაყრდნობი ვერტფრენს უკვე აღარ აქვს და ამიტომ ძალიან ადვილად ცეთ ფაქიზია უკვე იგი და ადვილად დაზიანებადია ნებისმიერი ქარისგან. ზემოთ კი მოგეხსენებათ მუდმივად ქარებია. განსხვავებით ევროკოპტერისგან, რომელსაც ისეთი კონსტრუქცია აქვს, რომ იგი უძლებს 7000-ზე მეტ სიმაღლეზეც ადის, მას ძალიან ხშირად იყენებენ სამაშველო სამუშაოებში, მაგრამ რა თქმა უნდა, ისიც ძლიერი ქარის პირობებში და ხა ესე თუ არაფერი არ ჩანს, ასეთ ადგილებში ვერ მუშაობს. მას აქვს სპეციალური ბოგირი, რომლის საშუალებითაც იგი მას შეუძლია ცხედრების აღებაც და ცოცხალი ადამიანის აყვანაც. ზოგადად ასეთი ევროკოპტერები ისეთ განვითარებულ ქვეყნებში უფრო არის მთაში, ნეპალშიც, ტიბეტშიც იყენებენ მას ძალიან ხშირად და იქ მთელი პარკი არის ასეთი ვერტფრენების, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიის ალპებში, რა თქმა უნდა და ამერიკაში ასეთი ვერტფრენები მუდმივად მზადყოფნაში არიან, რომ ადამიანი გადაარჩინონ. რაც შეეხება ნატალიას, იგი ისეთ ადგილას იყო ამ ცუდი ამინდის დროს, რომ მის დასახსნელად ვერავინ ვერ გარისკავდა წასვლას. ეს 99%-ით სიკვდილს ნიშნავდა და ეხლა რანაირია, რომ თქვათ ერთი ადამიანის გადარჩენას შეიძლება რამდენიმე ადამიანი შეეწიროს. მით უმეტეს, რომ ბევრი თანხმდება, რომ ნატალია უბრალოდ ვერ გაუძლებდა ამ ყველაფერს. ანუ სიმაღლეს, დაბალ ტემპერატურას, ტკივილს ფეხის მოტეხილობისგან, შიმშილს, იმიტომ რომ რამდენხანს უნდა ყოფნოდა, რამდენი საჭმელი ექნებოდათ, 2 დღით იყო ხალხი წასული, ხო? და მაქსიმუმ მას 1 კვირა გაეძლო. ისეთ ძნელი წარმოსადგენი კი არის ასეთ დროში გაწელილი ყდომა, როცა ბოლო წამამდე გჯერა, რომ ვიღაცა გადაგარჩენს. ამიტომაც მაშველები ყოველთვის მიდიან ისეთ დაზარალებულთან, რომლის გამოყვანის შანსი უფრო მაღალია და რისკები ნაკლებია. თუმცა არის ცნობილი ფაქტები, როდესაც
თითქმის 1000%-ით სიკვდილისთვის განწირულ ადამიანებს გამოუღწევიათ. აი ამ სიტუაციისთვის დაუღწევიათ თავი, ჩამოსულან საბაზო ბანაკამდე და ძალიან ბევრი პირდაღებული უყურებდა მათ, თუ როგორ შეძლეს ეს ცალკე ვიდეო შეიძლება ამ ადამიანებზე გაკეთდეს. მართლაც საოცარი გადარჩენის საოცარი ფაქტები არსებობს. როგორც უკვე გითხარით, პობედა გახლავთ საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე რთული მწვერვალი, მას ყველაზე მეტი ადამიანი ყავს მოკლული, 70-ზე მეტი ალპინისტი განისვენებს მის ფერდობებზე, მათ შორის მან ქართველებიც წაიყვანა და მაინც ცდილობს ხალხი მასზე ასვლას. ალპინისტები სხვანაირი ხალხია. სიცოცხლის ფასად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ისინი მთაზე ძლიერები არიან, ამ დროს თამაზე ძლიერია. რა ეკაჩებათ ამ ადამიანებს მწვერვალებისკენ, ამაზე მე უკვე ვისაუბრებ ჩემს სტუმართან ერთად, რომელთანაც დაგეგმილი მაქვს მომავალი ინტერვიუ და რომელიც ნამყოფი არის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, დედამიწის ზურგზე. ისე კი ზოგიერთ მაყურებელს დავასწრებ და ვიტყვი, რომ ადამიანი თავისუფალი იბადება ხალხო, მას აქვს თავისი ნება და თავის უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს. ასევე შეარჩიოს სიკვდილის ფორმაც კი და მეთოდიც კი. სხვა შორის არც ერთი ალპინისტი, რომელიც მთაში იღუპება, არ ავალდებულებს არავის, რომ მისი ცხედარი ჩამოასვენონ. ეს უბრალოდ იმ ადამიანების ინიციატივაა, რომლებიც მისი ახლობლები იყვნენ. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, საკმაოდ ტრაგიკული ისტორია იყო, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება, ხვალ შემოდგომა იწყება თავისი ლამაზი ფერებით, თავისი გემრიელი ხილით და ბარაქით, ბარაქიანი ყოფილიყოს იგი საქართველოსთვის მშვიდობიანი ყოფილიყოს და მე კი ძალიან მალე ძალიან საინტერესო ისტორიებით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.